აი მოვიდა დედა და შვილი 17 წლის ბიჭი და მეუნება ხოლმე რაღაცა სტადიონზე ითამაშებს, ქუთაისში ცხოვრობენ და 4ჯერ უკვე 4 მაგალი შემთხვევა იყო. ერთსა და იმავე საცხობში გიждდება რაღაცა ლობიანი უყვარსო ჩემ შვილს. იყიდის ამ ფეხბურთის თამაშის მერე ლობიანში ჯამს და დაახლოებით 1 საათში, 9 საათში აი ანაფილაქსიური შოკი ემართება. 4ჯერ დაემართა უკვე ეს. და ხო პარადოქსულად საინტერესოა ხო რატომ უნდა ქონდეს ლობიანზე ხა ანაფილაქსიური შოკი. ნუ ასეთ სიტუაციაში როცა ბოლომდე ნათელი არ არის და ხა არ მეუნებია რაღაცა წამალი მივეცი და ამას მოყვა, რაღაცა სტომატოლოგთან იყო და ამას მოყვა, რა თქმა უნდა, აკეთებ ყველაფერს, რომ მაქსიმალურ სურათ შეხედო. ჩვენ ამას ვადარებთ ხოლმე ამ ტიპის კვლევებს, აი დრონი, რაც უფრო ზევით აწევ დრონს, რომ მეტი პარამეტრი გექნება ქვემოთ ხედვის. და აი მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ აი ვნახეთ, რომ ლობიო არის შედის ამ კომპონენტებში, 300 კომპონენტი ამ კონკრეტულ ანალიზში, 0 ამოვიდა. ანუ არ არის ალერგია მასზე. მაგრამ აი დრამატულად მაღალი ალერგია ამოვიდა მუხუდოზე და სოიოზე. მივიდა დედა და ჩვენ მცხოვრები, ასე ვთქვათ, მინი გამოძიებით გამოვტეხეთ, რომ მოცულობაში რომ მომატო ლობიოს ამ სოიოს ალბომენ და ამას აუ არა და ერთადერთი ლობიანი მეგონა, რომელსაც არასოდეს არაფერს არ ურევენ და თურმე ურევენ. აი ეს ნაწილი არის. შეიძლება ხა სადღაც საცხობში სხვაგან არ ურევენ. მაგრამ ამით იმის ხმა მინდა რა, აი იქ აიხა და უკვე სახეზე. ამიტომ ეხა ამ ინფორმაციის მერე ხო მეტად დაცულია პაციენტი. ამიტომ აი სწორედ ალერგიას მთავარი ამბავი ეს არის, რომ მე ესეთი ფრაზაც კი მაქვს იმ წიგნში, რომელიც ლეიტმოტივია, რომ დაეხმარე ექიმს, რომ ექიმი დაგეხმაროს შენ.